მოგესალმებით აბა ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბერებო, ჩემო ფართო აუდიტორია, ფართო თუ არა, ვიწრო მაინც ხო ხართ საზოგადოება, რომელიც მისმენთ, მიყურებთ, მილაიქებთ, მიკომენტარებთ, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა თქვენი ასეთი უკავშირისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, ეს რა თქმა უნდა ჩემთვის კარგია. YouTube-ის ალგორითმისთვის, ასე ვთქვათ, თორე დანარჩენი ჩემთვის სხვა სარგებელი ამას არ აქვს, გარდა იმისა, რომ თქვენთვის ვიძლევი სასიამოვნო ნამდვილ კარგ რჩევებს, სასარგებლო რჩევებს და რაც თავარია ინფორმაცია. ხო, ენერგო საინფორმაციო სივრციდან, ფაქიზის სივრციდან მოდის აი ის ინფორმაცია, რო იტყვიან ჰაერიდან, რომელსაც მე ვიჭერ და გადმომაქ თქვენთან, ხო? პირველ რიგში ნახოთ აბა ენერგიები. დღევანდელი დღის რომელი დღეც არ უნდა იყოს და როცა არ უნდა შემოხვიდეთ. როგორი ენერგიებია მთლიანობაში? აბა მოვაჩვენეთ თუ შეიძლება. რაღაც დასაწყისია, რაღაც ახალი რაღაც ნაბიჯია გადადგმული, აქ სამართლიანობის კარტი ამოდის და ამოდის ისე დატრიალდება ყველაფერი, ანუ ბედის ბორბალი, რაც ერთის მხრივ ფორტუნაა და კარგია და ბედნიერებაა, მეორეს მხრივ გააჩნია როგორ ცხოვრობთ, რას აკეთებთ, რას მოქმედებთ, თქვენ ფიქრებს და თქვენ აზრებს ეხლა და თქვენ გაჟღერებულ ყოველ სიტყვასაც დღეს უკვე აგერ უზენაესი სასამართლოს კარტი, ანუ ეს არის სამსჯავრო და თან ასევე სასამართლო, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი იწონება, თან ბალანსია. ნახე, არ უნდა ასწდეთ ამ ბალანსს. სამყაროში არსებობს ესეთი კანონი, რომ ყველაფერი უნდა იყოს დაბალანსებული. ჩვენ აქ დედამიწელები, ვინც ვართ მოსულები და ამ პლანეტაზე ვცხოვრობთ, ხო? ამ ცოცხალ პლანეტაზე. აქ არის ესეთი კანონი. ხა თუ გადავსახლდებით მარსზე, იუპიტერზე, ან სატურნზე, ან მერკურიზე, ანუ იქ თავისი ისინი იქნება, ხო? კოსმიური და პლანეტარული კანონები, მაგრამ აქ დედამიწაზე ასია, ჩემო კარგებო, ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს და იყოს დაბალანსებული, როგორც კეთილი საქმე, ასე, ეხა ცუდი და ბოროტი საქმე არ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ნახეთ, ის მეორე მხარეც რაღაც მომენტში აუცილებელი. ეხა ნახეთ, ძალიან ბევრს გაგიჩნდებათ კითხვა, აი რატომ არის ის მეორე მხარე აუცილებელი, ხო? ბნელს გულისხმობ ამ შემთხვევაში. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი არის ყოვლის შემძლებელი, ყოველაფრის მომცემი, თუ კი რამე არსებობს, ეს ყველაფერი ჩვენმა შემოქმედმა მამა ღმერთმა შექმნა და შექმნა ეს სამყარო. ვიცით, რომ ჩვენ მოგვავლინა მან, ანუ ჩვენ ასე ვთქვათ, ვინც ვართ ეხლა ამ აწმყო დროში, ამ განზომილებაში, თქვენ ისე არ ხართ, თქვენ შემთხვევით არ ხართ, ანუ უნდა ყოფილიყავით და ეს ჯერ პირველ რიგში თქვენი სულის არჩევანი იყო და თქვენ აირჩიეთ ეს წინასწარ და მერე რა თქმა უნდა ღმერთიდან მოგენიჭათ ეს სხეული და ჩაგბერათ სული და მოგავლინათ აქ და იწოდებით ღვთის შვილებად, ღვთის ნაწილაკებად. ეხლა ნახეთ. ჩვენი ღმერთი, ჩვენი შემოქმედი მამა არის ყველაფერი, ანუ თუ კი რამე არსებობს ამ ცხოვრებაში, კარგი, სასიხარულო, საბედნიერო, ხო, ანუ გასახარელი, აი სიყვარულია, ძალიან დიდი, ტრანსცენდენტალურს ეძახიან, ანუ იმდენად დიდი და განუსაზღვრელია მისი სიყვარული, მისი წყალობა, მარადიული, ანუ სულ სიყვარულში ხარ, ნახე, აი ეიფორიას ვერ შევადარებ, ანუ ეს მსგავსება არ გამოდის სწორად, ანუ აი ძალიან დიდი სიყვარულია, გესმით? ძალიან დიდი. ესეთი სიყვარული არავის არ აქვს და არავინ არ იცის, ყოველ შემთხვევაში მიწიერმა ადამიანმა. მერე რა იქნება და როცა აღმოჩნდებით, გავიგებთ, მაგრამ ჩვენ ვიცით მარტო ხორციელი, იმიტომ რომ ადამიანები ვართ. ეხლა უყურეთ. ჩვენ რო რაღაცას დაგვიშავებენ, არასწორად მოგვექცევიან.
უსამართლოდ გულს გვატკენენ და ჩვენ ვამბობთ, აი, ღმერთი დაგსჯის. ანუ ეს სიტყვა კონტექსტიდან ამოიღეთ და რატომ? ღმერთი არავის არ სჯის. ნახეთ? ღმერთი არის ყველაზე დიდი, მარადიული, უსაზღვრო, უწყვეტი და ძალიან დიდი უპირობო და ნამდვილი სიყვარული, გულწრფელი. ის დამსჯელი არ არის, მაგრამ ის მეორე სტრუქტურა, რომელიც ახლა თქვი ბალანსი მეთქი, ხო? თქვი ბალანსი. რას ნიშნავს ბალანსი? ის მეორე მხარე, ის მეორე ძალა სჭირდება ზუსტად ამისთვის. თქვენ რო ამბობთ, რომ ღმერთი დასჯის, ეს არასწორია. ჩვენ ყველას, ვინც მოვედით და მოვევლინეთ ამ ქვეყანას, გვყავს ჩვენი მფარველი ანგელოზი, ხო? გინდა კურატორი დაარქვით, გინდა თქვენი მფარველი წმინდანი დაარქვით, გინდა მასწავლებელი, მფარველი ანგელოზი, ნათელი მფარველი ანგელოზი. ის არის ყოველთვის ჩვენთან. ჩვენ რო რაღაცას ვდარდობთ, რაღაცაზე ნერვიულობთ, რაღაცას განვიცდით, ეს ემოცია, ხო? ჩვენი აზრები, ფიქრები და სიტყვიერად ამას ვიძახით, ღმერთმა დაგვიფაროს წყევლა, მაგრამ ის ხო, ისმენს ამ ყველაფერს, ნახე? ისმენს. და ეხლა მით უმეტეს, როცა გაფაქის და უკვე ამხელა ენერგეტიკაა დედამიწაზე და გადავდივართ და მაღლდება, ხო, სულიერება. ვინ გრძნობს, ვინ არ გრძნობს, უკვე ყველა გრძნობთ, რომ კატაკლიზმები ხდება. ეს არის ზუსტად დიდი გადასვლა, ხო? ამ დროს, ანუ მატერიალიზდება ეს ჩვენი სიტყვები, ცუდიც და კარგიც. შენ რო ამბობ, რომ ღმერთი დასჯის, ეს არ არის სწორი. ის მეორე მხარე არის სტრუქტურა, რომელიც აკეთებს ამ დასჯას, ნახე? ის აუცილებელია. შენ ხო გინდა, რომ ის დაისაჯოს. ანუ ვინ გაიგებს ამას და ვინ დასჯის მას? კეთილი ძალა არავის არ სჯის. ნათელი მხარე არ არის დამსჯელი და მით უმეტეს შემოქმედი, ვინც შექმნა ეს ყველაფერი და ამხელა სიყვარული აქვს, რომ ყველას ინდობს, ყველას წყალობს და ყველა უყვარს, თითოეული ადამიანი უყვარს, გესმის? იმხელა სიყვარულია. იმიტომ ვერ ძლებენ დაბალ ვიბრაციის წარმომადგენლები მასთან, იმიტომ რომ ის იმხელა სიყვარულია და იმხელა აი დიდი ანთებული ცეცხლი, აი ბურთი, ხო, მზე, რა ვიცი, რა შეიძლება შევადარო. სიტყვები არ მეყოფა, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ შევადარებ. და ის დაბალ ვიბრაციის წარმომადგენელი, ხო, ის არსება თუ ის სტრუქტურა თუ რაც გინდა დავარქვათ, ხო? ისინი ვერ გაუძლებენ ამას ენერგეტიკულად. ხო, უსულოა, უსხეულოა, სულია, ხო? რაღაც არსებაა. ნეირონია, წარმონაქმნია, ატომის ერთ-ერთი განშტოების რაღაცა მოლეკულაა, ხო, მაგრამ არის, ხო? არის. ის ვერ გაუძლებს ამ სიყვარულს, რომელიც არის უდიდესი ვიბრაცია მთელ სამყაროში, იმიტომ რომ ღმერთია თვითონ სიყვარული. რამდენმა წმინდა მამამ თქვა ეს, ღმერთია სიყვარული. ანუ რას ნიშნავს კიდევ ერთხელ ვიძახი? ის მეორე გისრულებს ადამიანო შენ, როცა გამოსცემ ამ უარყოფით და ამბობ, რომ ის დაისაჯოს. ღმერთი არავის არ სჯის, კიდევ ერთხელ ვიძახი. მეორე მხარე და თან ამას ხშირად ამბობ და გამწარებული ამბობ, ის გისრულებს, შეგისრულებს, კი, ის ბოროტია. იმას ხელეწიფება, იმის განკარგულებაშია დასჯა, მაგრამ ის მოგთხოვს რაღაცას, გესმის, ისი არ გააკეთებს. ამიტომ გეუბნებით, რომ მიდიხართ იმ რაღაცაზე, ხო? იგივე გინდა ჩურისძიება და აისაჯოს ადამიანი, რაღაცა მოუვიდეს და ჯვარი წერია ყველას და ყველა დაიფარე ღმერთო, იცოდეთ, რომ არის ამ დედამიწაზე ორი სტრუქტურა, ნათელი და ბნელი. ნათელი, რომელიც ყველაფერს გისრულებს, ყველაფერს გიკეთებს, გიცავს, შენს მხარეს არის და არაფერს არ გთხოვს. ნახე, არაფერს არ გთხოვს, პირიქით, ყველაფერს აკეთებს, რომ შენ, ესე იგი, შეგიმსუბუქოს ის ტკივილით. და მეორე მხარე, შენ გამოსცემ ცუდს ვიღაცაზე გამწარებული. ის გისრულებს ეგრევე, მაგრამ მერე ანუ გართმევს ან ენერგიას, ან ჯანმრთელობას, ან
რაღაცა ტკივილს სულიერს მოგაყენებს, იმ ადამიანისგან გაგიცრუებს, ვინც გიყვარს გულს, ან რაღაცას ჩაიდენს ის ადამიანი, ვინ ჩვენთვის ძვირფასია, რომ შენ ანუ ძალიან დიდი ტკივილი გინდა შენ ეს? მე ხა ეს მსუბუქად თქვი, უფრო უარესად იცის დასჯა იმან. და ეხლა არის ეს მექანიზმი ჩართული, ანუ იგივე ბუმერანგი. აი, ბევრს ლაპარაკობ, ვიცი, მაგრამ გამგები გაიგებს. აი ეს ბუმერანგი. რას ნიშნავს ეხლა ეს ბუმერანგი, რომ წაღმაც ტრიალებს და უკუღმაც ტრიალებს. ანუ ბედის ბორბალი იგივე, ხო? იგივე ციკლურობა რაც ხდება. იგივე ეს ვიბრაციები, ეს სიხშირეები, ანუ შენ ხელ გეწიფება ადამიანო, როგორ დაატრიალებ. წაღმა დაატრიალებ, სასიკეთოდ დაატრიალებ, სიკეთით დაატრიალებ, აქვე ამ ცხოვრებაშივე გიბრუნდება უკან. უკუღმა დაატრიალებ, რა ვქნათ, დაისჯები ამ ცხოვრებაშივე. და იქნები სულ ნაკლებში. აი ესეა. ასეა დედამიწის კანონი და ამ სამყაროს კანონი, სადაც ჩვენ ვართ. კი ბატონო, იცით ყველა. ეხლა მეორე საკითხია კიდე, გასახმოვანებელი, რაც ანუ აუცილებლად უნდა გითხრათ, ეს არის პირობის და ფიცის დადება. ანუ ეხლა ორ ესეთი თეზისია, ხო? პირობას რო აძლევ შენ ადამიანს. ფიცის დადება კიდე ცოტა სხვა არის. ესეც არ შეიძლება, მაგრამ პირობა, ნახე? შენ ადამიანი როცა ხარ, შენს გვერდით არიან თქვი უკვე, შენი მფარველები, მფარველი ანგელოზები, შენი სულიერი მოძღვრები, მასწავლებლები, უხილავები, კურატორები და ასე შემდეგ. შენ მარტო არ ახარ მოკლედ. და შენ როცა ადამიანს პირობას აძლევ, თუნდაც უმნიშვნელოს, რომ აიცი მე რაღაცა იქ გაჩუქე და მინდა რომ მოგიტანო, აი ხო ელემენტალურია. ან აი ხლა არა მაქვს და მე ანუ შენ რო აი ეს გამიკეთე ხო რაღაცა, არა აქვს მნიშვნელობა რა და მე გარკვეულ თანხას ხო ჩაგირიცხავან, მოგცემან რაღაცნაირად მოკლედ. შენ ესე იგი ენერგიას ხარჯავ ამ ადამიანისთვის, რაღაცას აკეთებ და ის ანუ გთხოვს ხო, რა თქმა უნდა, მისი თხოვნით ხდება და ის გეუბნება რომ აი ხლა არ მაქვს და მე ანუ რაღაცა და შენ კარგი ეუბნები, ნუ არ ხარ ეხა შენ ესეთი ადამიანი რომ უარი უთხრა, ხო? და უსრულებ. და ის ანუ გიკიდებს რა ბუდიშდა ამ სიტყვაზე და არც რა თქმა უნდა გირიცხავს, არც ესე იგი არც იმ საჩუქარს გაძლევს, არც არაფერს, ანუ რას ნიშნავს და ვითომ არაფერი. და ქრება შენი ასე ვთქვათ ცხოვრებიდან. ანუ რას ნიშნავს ეს? ესე იგი შენ რომელიც პირობას აძლევ, ხა თქვენზე არ არის აქ საუბარი, მე ვხსნი ზოგადად. მაგალითი მომყავს. თუნდაც ელემენტალური და მცირედი, შენ შეპირდი ადამიანს და ის არ შეასრულე, კარგად გაიხსენე, იქნება რაღაცა ძალიან მცირედი გაქვს შენ დანაპირები, შეპირებული და შენ არ გაგიკეთებია. ამას ხო ისმენენ ის შენი მფარველები და იმის მფარველებიც. იმ ადამიანის მფარველებიც, ანუ ნახე? და იმ შემთხვევაში, როცა ერთ-ერთი არღვევს პირობას, ხო? ამას ვისაც შეპირდა და ვთქვათ, იგივე ისაჩუქარი არ უყიდა, სიტყვაზე ვიძახი, ელემენტალური, თუნდაც რო იტყვიან ასანთის კოლოფი იყოს, არა აქვს მნიშვნელობა. ან ის რაღაცა მცირედი თანხა იყო და ნუ არ ჩაურიცხა, ან არ მისცა, ან არ მიაწოდა, ანუ კიდევ ერთხელ ვიძახი, არ აქვს მნიშვნელობა. ამას არაფერი დააკლდება სამყარო სხვა მხრიდან, სხვა სიტუაციიდან დაუბრუნებს, იმიტომ რომ ამის მფარველი ხო ხედავს, ვინც არის კურატორი, ხო? ზედამხედველი. და აი იმას, ვინც არ შეასრულა პირობა დაარღვია. აი ასევე მოექცევა სხვა ადამიანი
და ასევე, გადააგდებს, ასევე შეპირდება და არ გააკეთებს და ასეთ, სიტუაციაში, მსგავსში აღმოჩნდება და იმისთვის იქნება უკვე იმ პირობის დამრღვევი ადამიანისთვის ის ტრაგედია. ეს ადამიანი, ვინც გადააგდეს, სამყარო კომპენსაციას გაუკეთებს, იმიტომ რომ მისი მფარველი არის მასთან და ხედავს, ხო, რომ ეს ადამიანი სიკეთეს აკეთებს. მაგრამ ნახეთ, ძალიან აბსურდულად ვხსნი შეიძლება, მაგრამ უნდა გაიგოთ, ესეთი რამე არის. სამყაროში ეს არსება, ესეთი რაღაცა ხდება და ესენი არსებობენ. ვიცი, ეხა ვიღაცა იტყვის, რომ იქიდან ხარ ჩამოფრენილიო მარსიდან. არა ვარ ბატონო მარსიდან ჩამოფრენილი. მე გიხსნით იმ ფაქის სამყაროში, იმ უხილავ სამყაროში, როგორც ხდება და ჩვენზე გადმოსულ კანონებს, ადამიანებთან როგორ მუშაობენ, როგორ გვეხმარებიან და ჩვენგან რას ითხოვენ. და ყოველდღე რომ უთხრათ მათ მადლობა. მადლობა რომ გამითენდა დღევანდელი დილა, მადლობა რომ ავდექი და ვთქვათ ენერგიულად ვარ და გავაკეთე ამდენი საქმე, გავედი შევიძინე პროდუქტი, მოვედი, გავაკეთე გემრიელი სადილი, სიტყვაზე ვიწეხი, ხო? ყველაფრისთვის მადლობა და ესე რა, ნათელ ძალას არ ჭირდება არაფერი. მაგრამ შენ რომ მადლობას ეტყვი, ის უფრო გააქტიურდება. ნახე? და უფრო მეტად დაგეხმარება. შენ რომ მადლიერი იქნები და ამ სიტუაციაში ჩვენ თუ ვინმე რამეს დაგპირდა, გადაგაგდო, რო იტყვიან, ხო? ფეხებზე დაგიკიდა, გაქრა, არ შეასრულა თავისი დანაპირები და ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ოთხჯერ კი არა, ბევრჯერ. შენ სამყარო და შენი მფარველი სხვა მხრიდან, სხვა ადამიანიდან რო არ ელოდები იქიდან გაგახარებს და იმას მაინც მოგცემს და შეიძლება იმაზე მეცაც, მაგრამ ეს ადამიანი არის საცოდავი. ხო, სამწუხაროდ ესე ხდება. და ესე მუშაობს ბალანსი, რა ხდება? ეს არის ბალანსი. ეს არის ზუსტად, ოღონდ ჩვენ ცხოვრებაში გადმოტანილი თუნდაც ეს ბალანსი. იმას არ შეუსრულებს იმის მფარველი, იმიტომ რომ ხო ახსოვს, რომ ვიღაცას ხო შეპირდა, არ გააკეთა. თავისი მოვალეობა, თავის პასუხისმგებლობა თან პირობა მისცა და არ გააკეთა. არ შეუსრულებს რაღაცას. გული დაწყდება, გაუცრუდება, რაღაც სიტუაციაში ჩავარდება და ტკივილი ექნება. და გაახსენდება მერე ეს. და რო იტყვის რატომ, გონება უნდა ჩართოს, იმიტომ რომ შენ შეპირდი აგერ, გადააგდე, ფეხებზე დაიკიდე და ვითომ არაფერი და შეკრჩა, გონია შეკრჩა, არ შერჩება. ხო და ესე არ შერჩება არავის, ჩემო კარგებო, ეს არის სამყაროს მექანიზმი. მე ვხსნი ეხლა სამყაროს კანონებს, ესე მუშაობს სამყარო. ყველაფერი გიბრუნდება, რატომ არის ეს ნათქვამი, ხო? ბუმერანგის კანონი. ასე არის. ხო და ღმერთი არ არის დამსჯელი, მოდი. ღმერთი არის ერთადერთი, ასე ვთქვათ, შემოქმედი და როგორც გინდა ისე დაარქვი შენ მას, ვინ შექმნა ყველაფერი, თუ კი რამე ის იყო, არის და ყოველთვის იქნება, იმიტომ რომ მისი შექმნილია, ხო, ყველაფერი და ის არის ძალიან დიდი სიყვარული. ძალიან დიდი სიყვარული და ზუსტად დიდი სიყვარული როა ის წელს ქვემოთ არსებები, ხო, ჩაქვესკნელებულები იმ ვიბრაციას, იმ სიხშირეს, იმ სიყვარულს ვერ აიტანენ, იმ ვიბრაციას, იმ ენერგიას ვერ აიტანენ და იწვევიან. გესმის? ახლოს ვერ ეკარებიან, ის სიყვარული წვავთ მათ, თორე ის კი არა რომ სჯის, არა. ის იმხელა სიყვარულია, რომ ის სიყვარული წვავთ მათ, გესმით? რატომ უნდა ბოროტს განა სიბოროტით დაუპირისპირდი, არამედ იგივე სიყვარულით, ხო? მე ხა მაგ საფეხურამდე ნამდვილად არ ვარ ასული, ეგ არის წმინდანების საფეხური.
მაგრამ როცა ადამიანი მიშავებს, როცა მე არ ვარ არაფერში დამნაშავე ან რაღაცას ესეთ ხო, ცილებს წამებლურს, ამას წინათაც იყო მომწერა, ისო რა ქვია, ბორიას ორ კაპიკიანო, გაყიდულო, რაღაცა სიტყვები, არც გავიმეორებ ჯერ ერთი, საერთოდ არა ვარ არც ერთი იმის, რა ქვია, პოლიტიკის და პარტიის ადრეც მithქვია და ეხლაც გავიმეორებ, საერთოდ არ უყურებ და არ მაინტერესებს პოლიტიკა, რა შუაშია ვერც მივხვდი, მეთქი ბორია ვინ იგულისხმა, მე ვთხარი, ჩემს ახლობელს იმან ამიხსნა, ვიზეც იყოს, რამე სარგებელი მაინც მქონდეს, მეთქი ღმერთო, თან გამეღიმა რა, იმ საშინელ საზარელ გინებაზეც კი მე პირადად ხო, როცა ვიცი რომ მართალი ვარ, არანაირი რეაქცია არ მქონდა, იმიტომ რომ არც ერთ მთავრობაში სამსახური მე არ მქონია, არანაირ სახელმწიფო სტრუქტურაში არ მიმუშავე, საერთოდ შეხება არ მაქვს, არანაირ არც ერთ პოლიტიკურ არაფერთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან და საერთოდ, თავისუფალი ადამიანი ვარ რა, ხელოვანი ადამიანი ვარ, თავისუფალი ადამიანი ვარ და რამე მართლა მაინც მქონოდა რამე, ან მიხდიდეს, ან ხელფასი მქონდეს, ან რაღა, ხო გესმის, არა, ჯვარი მწერია კაცო, არ მინდა მაგათგან არაფერი, მაგრამ ესეთ ცილის წამებაზეც, ხო? მე რა ვთქვი, ნახე რა მიუწერე. მაგ სიმართლით მეთქი, შენ სამყარომ, ჩემი სახელით არ უთხარი. აი მაგ სიმართლით მე თუ ბორიას მოსყიდული და ის ვარ მეთქი მონა და რაღაცა საშინელი სიტყვა, ხო? სალანძღავი, რასაც არ ვიტყვი. აი მაგ სიმართლით სამყარომ დაგანახოს მე უთხარი ვინ არის და აგიხილოს ეგ დაბრმავებული თვალები თუ მე მაგ ვიღაც ბორიას მეთქი ის და ეს ვარ მეთქი თავისი ენით გაუმეორე აი მაგ სიმართლით მეთქი ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი წყევლა და რატომ? იმიტომ რომ მე ხო ვიცი რომ მართალი ვარ და მე რო ამას ვიტყვი და თან მთელი კი ღიმილით ვიტყვი, იმიტომ რომ მართლა არ მწყენია ის გინება და ის საშინელი სიტყვა, რაც იმან მე მაკადრა. ვინ არის, არც მაინტერესებს, მაგრამ აი ზუსტად მაგ სიმართლით დაერხევათ ყველა ცრუპენტელას, ყველა სულ გაყიდულს, ყველა, რო იტყვიან ესეთ ბრბო მასას, რომლებიც, აღქმოიდების შევარქვი, არსებები, რომლებიც ასე ვთქვათ, ჩვენს საზოგადოებაში არიან გარკვეული ნაწილი, ფსიქო-ემოციონალური ფონი აქვს ჩერყეული, მათ სჭირდებათ მართლა მკურნალობა სერიოზული, ეს ბრბო, ეს მასა, ჯერ რო შეხედავ, რა ადამიანები არიან, ვერ გაიგებ, ქალია, კაცია, ბიჭია, გოგოა და ის რო ეხა მე ბოლო სიტყვებით შემაგინებს და მე დამაბრალებს რომ ან ის ვარ, ან ეს ვარ და ამ დროს მე ნამდვილად არც ერთი არ ვარ, უკაცრავად მე უბრალოდ ვარ ჩემი ქვეყნის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ვისაც მიყვარს ჩემი ქვეყანა და მინდა რომ იყოს მშვიდობა, ეს ვარ მე. და ამაში ვერავინ ვერ გამამტყუნებს, იმიტომ რომ მე წერტილიც არა ვარ რუქაზე და ის ორი გეგემონი, მთელი მსოფლიოს მართველი, რომელიც ასე ვთქვათ, ერთმანეთს, ესე იგი, ძალების დემონსტრირება მიდის ერთმანეთში, მე ის გადამივლის, მე მისთვის არაფერი არა ვარ. ის ჩემთვის არაფერს არ გააკეთებს, არც ერთი, არც მეორე. მას მე ვჭირდები როგორც საზღვარი, იმიტომ რომ ჩემგან გადის აგერ თურქეთი, აგერ ოსეთი, აგერ აზერბაიჯანი, აგერ სომხეთი, საზღვარი ვარ რა, მშვენიერი საზღვარი ვარ, სახმელეთო, საჰაერო და მას ვჭირდები რომ გაიაროს რა, როგორც გზა. და მე ვიარსებებ ჩემი ქალაქი, ჩემი ქვეყანა თუ არა, იმას გინდა ერთს და გინდა მეორეს ბოდიში და სულ ერთ ფეხზე და მით უმეტეს ჩვენ ხალხი, ხო, კიდი ვართ იმისთვის რა. ადვილია გადაგვიფრენს და მორჩა დაამთავრებს, გააქრობს ერთ დღეში, ერთი კვირაც არ დაგჭირდება. ხო და შენ რო იქაჩები და არ იქა ითხოვ ომს, ხო? შენ ხარ, ალბათ დებილი ხარ რა და ვერ აზროვნებ. სხვა აბა რა ვიფიქრო. ხო და
სამყარო თვითონ გაუსწორდება მაგ ადამიანებს, ისინი გაქრებიან. ეხლა რო დაიწყება კიდე ამაღლება დედამიწის, ვიბრაციებით ვამბობ და ენერგიებით და სიხშირებით, ესეთი ადამიანები ვერ გაიგებენ, ანუ უარყოფით მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ვერ გაუძლებენ ამხელა ენერგეტიკულ, ასე ვთქვათ, დარტყმას და პირდაპირ ტვინებზე ეხლაც დარხეული აქვთ, მაგრამ საბოლოოდ ესე გაითიშებიან. მე ეს არ მიხარია, მე ეს სამწუხაროდ ძალიან მეწოდებიან, მაგრამ თვითონ მისი ქცევით და თვითონ თავიანთი, ანუ არჩევანი თვითონ გააკეთეს. ნახე, თავისუფალი ნება აქვს. მათ გააკეთეს არჩევანი, აირჩიეს ბოროტი მხარე, აირჩიეს გაყიდვა, სულ გაყიდულები, ანუ სამშობლო გაყიდეს, სული გაყიდეს, აირჩიეს ის მეორე მხარე და მე ხა რა ვერ გავიგე, ვინა ვარ, რომ მე მკითხოს ვინმე. აგერ არიან ჩვენი ასე ვთქვათ, ზედამხედველები, ჩვენი მფარველები, ჩვენი კურატორები, ჩვენი სულიერი მფარველები, მოძღვრები, მასწავლებლები, უხილავები, რომლებიც ჩვენთან არიან და ისინი ძალიან კარგად ერკვევიან ვინ არის, ვინ რა არის და თვითონ ისინი ადგენენ და მიდის გაყოფა. გაყოფა მიდის. მამა გაბრიელმა თქვა 1/13 გადარჩებაო საქართველოშიო. ნუ ალბათ 1/13-იც არ არიან, უფრო ცოტანი არიან, მაგრამ მე არ ვინატრებდი მათ გაქრობას, მაგრამ სამწუხაროდ ეს ბედიელით მათ. ესე დავასრულებდი ახლა აი ამ ეპილოგს ცოტა გამიგრძელდა და მაინც ვკითხოთ აბა ჩვენს ქვეყანაზე. რა ელოდება ჩვენს ქვეყანას ამ ახლო მომავალში. საქართველოს თბილის ამ ახლო მომავალში რა ელოდება. ხო. და გამკლავდება ამ ყველაფერს კი ბატონო, გამკლავდება. ცოტა ეკონომიკაზე დაარტყავს კი. საბოლოო ჯამში ერთ წუთი გავშლი ბარემ ბოლომდე. საბოლოო ჯამში როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი, ანუ საქართველოს თბილისი, ახლო მომავალი. კარგად. ანუ ეხლა უყურეთ, აქ ჩანს იკვეთება პარტნიორი, რომელიც გამოჩნდება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კარგი ფინანსური სიტუაციისთვის, სტაბილურობისთვის, მოგვიმართავს ხელს, დაგვეხმარება, მაგრამ ის მეორე მხარე რო ვახსენე ომის, ასე ვთქვათ, მომხრე საზოგადოება ნაწილი გაყოფის აგერ ჩანს ძალიან კარგად კარტში. ის მეორე მხარე, რა თქმა უნდა, მატყუარა მხარე, ნახე, რომ მალავს და ომი რო უნდა საქართველოში, ანუ როგორ დაჯდა იცით, ორი კარტი დადებითი, ორი კარტი უარყოფითი, ანუ ფაქტიურად გაიყო რა საზოგადოება როგორც არის ეხლა, ნაწილი იქით ხარეს, რომ მშვიდობა გვინდა, ნაწილი აქეთ ხარეს, არიქა ომი უნდა და თან რომ მატყუარები არიან, ესეც კარტში ჩანს. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვკითხულობ და დიდი ხანია უკვე ამ სფეროთი ვარ დაკავებული და ძალიან კარგად ვიგებ მათ ენას და მოდის ძალა სიძლიერე, ანუ ნახეთ ჩვენსკენ, რა თქმა უნდა ჩვენსკენ და ეს იქნება სწრაფად, აგერ გზა და გამარჯვება ჩვენი ქვეყნის, ასევე კეთილდღეობა და ასევე ახალი დასაწყისი. ასე რომ ჩემს ქვეყანას, ჩემს საქართველოს, ჩემ თბილის, ჩემს ქალაქს ყველაფერი კარგი ელოდება, როგორც აი ეხლა ამ წუთას გადმომცეს ინფორმაცია და მაინც დავაზუსტებ და ის მეორე მხარე, რომელსაც სურს ომი, ქაოსი, უბედურება, საქართველოს დაქცევა და რუქიდან ასე ვთქვათ, გაქრობა და თან რაღაც სისულელეებს ყვირიან და რა ვიცი კიდე ღნავიან სხვადასხვა ენაზე და სხვადასხვა ხმებით, ინტონაციებით, აბა იმ მეორე მხარეს რა ელოდება? ვისაც არ სურს ჩემი ქვეყნის
კეთილდღეობა, მეორე მხარე, აი ესე ვიტყვი პირდაპირ, რა ელოდებათ მათ ზემოდან. აჰა, მთვარე ამოვიდა. და მერე სხვა შეწირვა, გასამართლება, დანგრევა. ღმერთო ასრულე, ჩემი ყოველი სიტყვა, აი აქ თქმული, თქვენ, ვინც ეხა მე მიყურებთ, უნდა გახდეთ ამის მომსწრე და ჩემთან ერთად აგერ ძალიან მალე. გაურკვეველია, მაგრამ მტრები ყავს და დაფარული მტრები ყავს. იცოდეთ, რომ ეს ადამიანები ესე ამოყირავდებიან, ეს არის სხვა შეწირვა, ეს არის სტაგნაცია, რომ ვერაფერს ვერ იზავენ. დაეკიდებიან, მერე ამოვიდა გასამართლება, ნახეთ, კაცი რომელიც ასამართლებს. გადაშლილია მათი ყველაფერი, ინფორმაცია ამოღებულია მათზე, ყველაფერი გასაჯაროვდება. ლუსტრირებული გახდება ყველაფერი, ლუსტრაცია, სრული გასაჯაროვება მათი ყველაფრის, გასამართლება, აი ზუსტათაც და დანგრევა. ეს ჩვენ მტრებს, გინდა შიდა, გინდა გარეთ, არა აქვს მნიშვნელობა. ვინ საქართველოს შეეხება ცუდად. მე როგორც ერთ-ერთი წარმომადგენელი ნათელი ძალების, მე როგორც დამტარი, ღვთისშვილი, ღვთის ნაწილაკი ვიმეორებ. ძალიან ცუდად დაამთავრებენ ყველა შიდა და გარე გამყიდველები, ვისაც საქართველოში უნდა არეულობა, ომი, ქაოსი, საქართველოს განადგურება, გაქრობა ვერ ეღირსება. განადგურდებიან, ამოიძირკვებიან სამუდამოდ, საშვილიშვილოდ და საერთოდ მათი მოდგმა გაწყდება და ისულები, ვინც ვერ მოდიან გონს, რახან გაურკვევლობაში ან არ ვიცი ძალიან დიდ შეცდომაში შეიყვანეს ღმერთმა, გონებაზე მოიყვანოს და დროზე მოინანიონ, იმიტომ რომ სამწუხაროდ იმათაც გააქრობს და ესე დაანგრევს, როგორც აი მოულოდნელი ნგრევა მოხდება. მოულოდნელი ღმერთი არ დაუშვებს საქართველოს გაქრობას და საქართველოში საშინელებას, იმიტომ რომ საქართველოს აქვს სულიერი მისია. საქართველოს ყავს ძალიან ბევრი მფარველი და მთელი ზეციური საქართველო აქ არის. აქ არის უდიდესი ადგილები, წმინდა ადგილები და ძალის ადგილები. ეს არის პორტალი. ეს არის ქვეყანა, სადაც უნდა გადარჩნენ ღვთისშვილები და ნათელი სულები. ასე დაადგინა ღმერთმა იმ თავიდანვე. და ვინც ამას, ამ კანონს, ამ ღვთიურ კანონს შეეწინააღმდეგება, თვითონ ზეციური ძალებიდან დაისჯება. და ამას გააკეთებენ ზუსტად ის მეორე მხარე. აი, ბალანსი. ესეც თქვენი ბალანსი ჩემოკარგებო. ნათელი ძალები გამოიწევიან და ზუსტად ისინი, ვისაც მიყიდეს სულები და გაიყიდნენ და ჯოჯოხეთი ფულს ანათებსო, ხო, ეს ხო არის ესეთი ფრაზა, ფული კი არა, არაფერი არ ეშველებათ. ისინი გაუსწორდებიან მათ და დაინგრევა მათი ყველა გეგმა და ჩამოინგრევა და ყველაფერი გასაჯაროვდება. იმიტომ რომ ასე სურს ღმერთს უზენაეს სამყაროს და ყველა ნათელ უმაღლეს ზეციურ ძალებს. დაიახსრულდეს სამართლიანობა ჩემს ქვეყანაში. და ეს ასეა. ამინ. თქვენთან ერთად. თქვენ იქნებით ამის მომსწრენი. აბა დროებით ჩემოკარგებო. უყურეთ მოვლენებს.